მეგობრებო, უნდა გაიგეთოთ ახლა ესეთი გაშლა თემა იქნება თქვენი პარტნიორია. ვისაც გაინტერესებთ, ჩაიფიქრეთ და გავიგოთ რას ნანობს თქვენთან მიმართებაში რასაკვირველია. ისე რას ნანობს თუ ამასაც გვაჩვენებს სამყარო, ამასაც გეტყვით აუცილებლად. ენერგოცვლისთვის აუცილებელი ლაიკები, გამოწერა, გვერდის გაზიარება, კომენტარები, ყველა თქვენ ჩადებული ენერგიისთვის ძალიან დიდი მადლობა, აუცილებელია როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის შეგახსენებთ, არა მხოლოდ ჩემთვის და ეხლა ძალიან განსაკუთრებით ჭირდება, იმიტომ რომ მესამეჯერ დავიწყე ამ ახალი გვერდის ამოქოქვა თქვენთან ერთად და თქვენი იმედი მაქვს ამ ყველაფერში აქტიურობის ძალიან დიდი. მოკლედ, რომ გავიგოთ, რამდენად ეს გაშლა არის თქვენზე, ვინ არის თქვენი პარტნიორი, გავიგოთ, რა ენერგიებშია, რომ მიხვდეთ ეს გაშლა იქნება თქვენზე, თუ არა. ისეთი მესიჯი მომივიდა ახლა, რომ აღარ ვიტყვი. ორი ანისესლი. არჩევანის წინაშე ადამიანი. მეფე ჟეზლის ადამიანი შეიძლება წარმოდგენს ცეცხლის სტიქიას, ეს არის ვერძილომი და მშვილდოსანის ნიშანი, როგორც წესი, მაგრამ აუცილებელი არის ადამიანი არის ძალიან მშრომელი, ძალიან ქარიზმატული, ძალიან შარმიანი, მაგნეტიკური. გაშლა არის ორივე სქესისთვის და მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ როგორც წესი, ჩემი გაშლები ორივე სქესისთვის ვაკეთებ ხოლმე და რა საშუალო სქესისთვის ამას ხას უსვავ. და ცუდი კომენტარების დამწერებს და საშუალო სქესის ადამიანებს, ვისაც არ მოგეწონებათ ჩემი გაშლები და რაღაცნაირი პრეტენზია გექნებათ, რომ რატომ არ არის ჩვენზე. ერთი გაფრთხილების მერე პირდაპირ შავსიაში გაგიშვებთ და არ მომერიდება ისე დაგბლოკავთ სამუდამოდ, როგორც YouTube-ზე, ასევე TikTok-ზე, ასე რომ გაითვალისწინეთ, ორივე ჩემი გვერდი გამოიწერეთ, ვისაც გამოწერილი არ იყავით. წავედით, გავაგრძელეთ. აუცილებელი არ არის ცეცხლის სტიქიას წარმოდგენას, ადამიანი არის ძალიან მშრომელი, ძალიან ქარიზმატული, როგორც გითხარით, მაგნეტიკური საწინააღმდეგო სქესის მიმართ მიზიდულობით, ესე იგი თავისებური შარმი აქვს რაღაცნაირი, სტილისტიკა აქვს, გამოხედვა აქვს, მანერები აქვს, აი ისეთი აქვს, რომ მოგაჯადოვებს, გაჯადოვებს საწინააღმდეგო სქესის არც თუ ნაკლები თაყვანისმცემელი ყავს, როგორც წესი ამ ადამიანს და არც თუ ნაკლები ადამიანების გული აქვს უკვე მოჯადოებული და გატეხილიც. მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი არის ორი პარტნიორის სავარაუდოდ არჩევანის წინაშე, ერთი შეიძლება თქვენ ბრძანდებით, ერთი შეიძლება მისი სტაბილური პარტნიორი, მეუღლე, ან თუ თქვენ მეუღლე ბრძანდებით, მისი მეორე, ასე ვთქვათ, ვიღაც არჩევანი თქვენსა და მას შორის. კიდევ ვარსკვლავიო აჩვენებენ, ადამიანი შეიძლება იყოს ეხლა დისტანციებზე თქვენთან მიმართებაში, რაღაცნაირად ცოტა შეგრილებული, ასე ვთქვათ, ურთიერთობა გქონდეთ, თლათ ისეთი ცეცხლი და ნაპელწკალი, როგორც თავიდან გქონდათ ურთიერთობაში, ის რაღაცნაირად ცოტა ჩამქრალი ვერ ვიტყვი, მაგრამ გაგრილებული იყოს, ასე ვიტყოდი, უფრო ზუსტად რო შევაფასო. შეიძლება ასევე იყოს დისტანციებზე, ტერიტორიულ დისტანციაზე, ასევე შეიძლება იყოს არა დისტანციაზე, ტერიტორიულზე, უბრალოდ შეხვედრები გაქვთ ნაკლები, კონტაქტი ნაკლები, რაღაცნაირი დისტანცირება გაქვთ ერთმანეთთან მიმართებაში და ადამიანი წარმოადგენს თქვენთვის რაღაცნაირ ვარსკვლავს, ოცნებას, ადამიანს, რომელსაც გინდა ჩაეხუტო, რომელიც ჭყვიალებს და ბზინავს და ერთი ოცნება აშენი ძილის წინ, გაღვიძების მზის ამოსვლამდე, მასზე ფიქრში იძინებ, მის ფოტო, ვიდეო სტორიებს ათვალიერებ თუ სოციალებში წვდომა გაქვთ ერთმანეთთან ეს იმ ადამიანებისთვის, ერთგვარი ასევე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან ჭყვიალებს და ბზინავს და ვარსკვლავია ნამდვილი თავისი გამომწერებისთვის, ეს იქნება სამუშაო სფეროს ვარსკვლავი, რომ რაღაცას მუშაობს ასევე ინტერნეტში და ამ ყველაფერს რეზონირებს ინტერნეტით გლობალურად მასებს აწვის სარეკლამო რგოლებს თუ რაღაც ინფორმაციებს თუ საჭირო რჩევებს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი, თუ უბრალოდ მისი ჰობია ერთგვარი Instagram-ზე იქნება, TikTok-ზე, YouTube-ზე თუ Facebook-ზე, რომ რაღაცნაირად ჭყვიალებდეს
სტორებით, ფოტოებით, რაღაცა თავისი შარმის და თავისი ფიზიკურობის, ასე ვთქვათ, ერთგვარი წარმოჩინება ძალიან უყვარს. როგორც მინიმუმ, ასეთი პიროვნება, ეს უფრო მამაკაცებისთვის ექნება ეს ინფორმაცია, რომ თქვენ საყვარელ ქალბატონზე იქნება ასეთი ინფორმაცია. ძირითადად ასევე არიან ვარსკვლავები მერწყულები, მოგესალმებით. მე როგორც მერწყულის უფლებადამცველი და ასევე მერწყულის წარმომადგენელი ძალიან მიყვარს, რა ვქნა, ობიექტური ვარ, სუბიექტური ვარ, უბრალოდ ობიექტური ვერა, ჩემთვის არის ნომერ პირველი მთელ 12 ჰოროსკოპში ვარსკვლავი, თუმცა არ მიწყენებ, ძალიან გთხოვთ. ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ ჰაერისტიკის წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან უყვარს კომუნიკაცია, ინტერნეტში გლობალურად მიწერ-მოწერები, სოციალურ ქსელების თვალიერებები, რაღაცეების სკროლები, რაღაც პოსტების დადებები, თავისი აზრების წარმოთქმები და დაწერები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ არ არის გამორიცხული. გავიხსენოთ გაშლა. გავიხსენეთ რას ნანობს. წავედით ახლა ჩქარა, გავიგოთ რას ნანობს თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი. პირადი გაშლების პირადში მომწერეთ და პირდაპირ მომწერეთ, მხოლოდ გამარჯვებაზე ვერ გცემთ პასუხს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამარჯვება მოდის და ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღების და ამხელა სითბოს და ამხელა სიყვარულისთვის. მესამეჯერო იმეტებ ჩემთვის და ვისაც ჯერ გამოგიმეტებიათ ჩემთვის ეს სიყვარული გამოწერის და კომენტარის და ლაიკების სახით, გააქტიურდით. რას ნანობს თავის თავთან თქვენთან მიმართებაში. პირველ რიგში ნანობს იმას, რომ აი მაშინ როცა უნდოდა და გინდოდათ და რაღაც საშუალება იყო, მან ვერ იაქტიურა 5-1000-ით და რაღაცეები დაეყარა, თავისი ოცნებები დაეყარა თქვენთან მიმართებაში, ემოციური სფერო ისე არ შეიქმნა და არ მუშაობდა, არ წავიდა ყველაფერი ისე როგორც მას უნდოდა, იმიტომ რომ ხელფეხშეკრული იყო რვიან ხმლით რაღაცა, ეს უფრო მენტალური თავისი მდგომარეობა ქონდა ესეთი, რომ აი არ მაქვს უფლება, არ მაქვს საშუალება, არ მაქვს ფინანსური საშუალება, არ მაქვს დროის მხრივ საშუალება, აი ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში, ხა დეტალები იქნება ეს საერთო გაშლაში რომ მოუყვე, ყველას რაღაცა მომენტალურად საერთო ინფორმაცია უნდა მიიღოთ, რომ აი რაღაცა შეზღუდულობამ უფრო მენტალურმა მისცა ამ ადამიანს იმის გააზრების საშუალება, რომ აი დაკარგა ის, რაც უნდა შეენარჩუნებინა, რაც თავისით ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა, თუმცა 200-500-ის კარტის თუ ვიტყვით, შანსები ყოველთვის არის, რომ რაღაცეები ხელახლა დააპდეითოს და გააქტიურდეს და აჩვენოს თავისი ემოციური ფონი თქვენთან მიმართებაში და იაქტიუროს, მაგრამ ძალიან ნანობს იმას, რომ ვერ გამოიყენა ის ყველაზე კარგი პირველი დრო, როცა საჭირო იყო, რომ აი ეაქტიურა და არ ვიცი, ფინანსები არ ქონდა ამისთვის, დრო არ ქონდა, ჯანმრთელობა ხელს უშლიდა, ყველას თავისი აქვს კიდევ ვიმეორებ, მაგრამ აი არ იმ დროს ის საშუალება არ ქონდა მისი აზრით, მისი მენტალური მდგომარეობით, რომ ეაქტიურა და გამოეხატა ეს მდგომარეობა, თუმცა ძალიან დიდი მოჯაჭვულობა აქვს. მე-15 მაღალი არკანი თქვენ ხართ მისი ეშმაკი, მისი წყევლა, მისი კარმა, თუ რამე სამყაროში დაუშავებია, ყველაფერი სამყარო ასე ვთქვათ, კარმულად თქვენი მხრივ დაუბრუნა და ეს მონატრება იქნება თუ თქვენ გარეშე ენერგეტიკული დაცემა, მისი უხასიათობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შერყევა ზოგიერთისთვის, კარიერის არამდგრადობა ზოგიერთისთვის, ფინანსური მერყეობა, ასე ვთქვათ, ტურბულენტურობა, რომ ხან გაქვს ფინანსური შემოსავალი, ხან არა, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური ასე თუ ისე სამუშაო გაქვს, შეიძლება ნაწილისთვის, მაგრამ აი ყველას თავისი ექნება ამ შემთხვევაში მიჯაჭვულობა იმისი, რომ თქვენ ხართ მისი ერთგვარი სატანა პირდაპირ გეუბნებით, რაოდენ კეთილშობილიც არ უნდა იყოთ, მისი წყევლა, მისი ემოციური დისბალანსის მომცემი და ის რომ აი მისი ბრალია ეს ყველაფერი ასე რო ხდება. ამ ყველაფერს ხდება და იაზრებს, რომ აი ეს ნგრევა მე-16 მაღალი არკანი რამაც გამოიწვია, აი ეს დისბალანსი შემდგომ უკვე მისი ცხოვრების ეტაპებზე ეს ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ მას რაღაც გამბედაობა არ ქონდა საჭირო დროს თქვენთან მიმართებაში, საჭირო ნაბიჯი ვერ გადმოდგა, საჭირო დონეზე ვერ დაგაყენათ ნომერ პირველ
მნიშვნელობის სკალად თქვენ გაშლავრივ ეს ქესთვის არის კიდევ ვიმეორებ ანუ ყველას თქვენი დეტალები გექნებათ მაგრამ ის რომ რაღაცნაირად ნანობს რომ აი რატომ გაგიშვათ იმ მომენტში ხელიდან იმიტომ რომ შეეძლო რომ დაეჭირეთ